ასკეზა ავიღე, რომ ყოველ დღე მინიმუმ 15 წუთი ვივლი 30 დღის განმავლობაში და ნუ კიდევ რაღაცეები. ამ ასკეზაში მარტო ეს 15 წუთი არ შედის. ხო და მომინდა გაგიზიაროთ ესეთი კითხვები შემოდის ხოლმე, რომ როგორ დაიწყეთ თქვენი პროფესიული გზა. და ჩემი პროფესიული გზას დავარქმევდი კოუჩინგამდე, რაც დავიწყე. ეს იყო 2000 რაც ჩაგავაჩინე 7-ში. შესაბამისად 2006-ში დავარსულდი და გზა კიდე დავიწყე 2005-ში, ეგრე გამოდის. დავიწყე როგორ? რომ მომინდა მესწავლა image making-ი. როგორ შექმნა ადამიანის ვიზუალი რა. ეს როგორც მეორე უმაღლესი განათლება, მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდით და როგორც მეორე უმაღლესი განათლება პირველის ბაზაზე ესეთნაირად შეისწავლებოდა 1 წელი რა. ხო და დავამთავრე თუ არა? აი ერთი ჩვეულებრივი დიასახლისი ქართველი ქალი, გოგო, მაშინ რამდენიც ვიყავი 30-31 მაქსიმუმ. არა 31, იმიტომ რომ დათუჩა 33 სამგავაჩი. ხო, 2007-ში, ხო. და თავიდანვე სწავლა რო დავიწყე, იდეა მქონდა რომ ჩემი გურუ ევგენია ფროლოვა ვანახტი მასთან უნდა მემუშავა, ტრენინგ ცენტრი ქონდა ქალებისთვის და როგორც აი ქალებისთვის იმიჯის მომსახურება რა. და რო დავასრულე, რა თქმა უნდა, შევთავაზე ევგენიას და სიხარულით მიმიღო და დავიწყე იქ მოღვაწეობა, მაგრამ ასევე სულ მალე რაღაც 1 წელიწადში, ესე იგი მუშაობის დაწყებიდან დავიწყე ასევე მუშაობა რუსეთში, წარმოიდგინეთ, პირველ არხზე. არ დამიწყოთ ახლა ვაი პატრიოტებმა როგორც რუსეთში ცხოვრობდი და მუშაობდიო. 93 წელში გადავედით საქართველოდან რუსეთში. ძალიან გასაჭირი და ვაი უბედურება იდგა მაშინ საქართველოში და ჯერ მამა წავიდა და მე სულ ყველანი წაგვიყვანა. თავს ვუშველეთ მაშინ ფაქტობრივად. და არ ხელგვეწიფებოდა მაშინ არც ევროპაში წასვლა და არც ამერიკაში წამოსვლა და რაც შევძელით, მამამ რაც შეძლო, ის გააკეთა და არ დამიწყოთ ახლა რა. რაღაცა ბოდიში რომ 93 წელიწადში 20 წლის წინ არ ვიცოდი ვინ მოვიდოდა რუსეთის სათავეში და რებს ჩაიდენდა. კარგი, ეს ვიცი რომ გამოხტებიან ახლა ის კოლოფები მაგათთვის. ხო და წარმოიდგინეთ ამ ხელა ქვეყანა ამ თანაც კორუმპირებული, ხო? ისე თავისით რო არაფერი არ ხდება იქ ფაქტობრივად. ზე კორუმპირებული. თან მაშინ 2000-იანებში. და ესე იგი სრულიად შემთხვევით, აი ესე უბრალოდ იმიტომ რომ ვიყავი კეთილგანწყობილი ადამიანი, არასოდეს არავისი არ მშურდა და არაფერ ინტრიგებს არასოდეს არ ვაკეთებდი და იმიტომ რომ კარგად ვსწავლობდი და მიყვარდა ეს ჩემი image making-ი. ერთ-ერთმა სტუდენტმა კი არა უკვე კურსდამთავრებულმა, ვინც ჩემთან ერთად სწავლობდა ამ image making-ის კურსებზე, დამირეკა და მეუბნება რომ ინგაო, მე ტელევიზიაში მუშაობო, ერთ-ერთ ტელევიზიაში და ხელფასი მაქვსო, მეორეშიც დამიძახესო. ესო მეორე ტელევიზია, ეს არის პირველი არხიო, ORT ეგრეთ წოდებული. და იქო ხელფასი არ იხდიანო, რაღაც კვირაში ერთხელ სამუშაოა, fashion news-ების მიმოხილვა და რომელიმე იქაურ ვარსკვლავთან ერთად ამ იმის ლუქის გაკეთება რა. და იქო ხელფასი არ მიხდიანო, მაგიტო რა თქმა უნდა ხელფასიანი სამუშაო მირჩევნიაო და ხო არ გინდა შენო და მეთქი რა თქმა უნდა მინდა ეს რა თქმა უნდა მინდა სტელა ერქვა იმ გოგოს ქვია. სხვათა შორის ეს სტელა მე ბრიტანეთში წავიდა და ვოგის ერთ-ერთი ის გახდა სტილისტი, ვოგში მუშაობდა, წარმოიდგინეთ, ეს მეგეუბნებით რამდენი წლის წინ ნიუსები რაც ვიცოდი და იმის მე როგორ განვითარდა მისი ცხოვრება არ ვიცი. ხო და აი ასეთნაირად მოვხვდი პირველ არხზე, თქვენ წარმოიდგინეთ. და დავიწყე რამხელაზე წარმოიდგინეთ საქართველოდან წასული
15 წლის ასაკში გათხოვილი ქალი, რომელსაც არასოდეს არ ეღირსა მუშაობა, არასოდეს არ ეღირსა თავისი ფული, არასოდეს მანამდე არ ქონია გამოცდილება რომ ემუშავა კოლექტივში და უცებ მეუღლე მინახავდა, მადლობა მას უღრმესი და უდიდესი მადლიერება მას ამისთვის, მაგრამ ჩემო ძვირფასებო, რაც არ უნდა კარგად გინახავდეს, მეუღლე იქნება, მამა იქნება, დედა იქნება, საყვარელი იქნება, თუ რა ვიცი, შვილი თუ ასე შემდეგ, ყოველი ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვით დამკვიდრება მოახერხოს სოციუმში. ანუ იპოვოს თავისი გზა, იპოვოს თავისი პროფესია, იპოვოს თავისი საქმიანობა და გარკვეული გამარჯვებები მოიპოვოს სამხრივ. წინააღმდეგ შემთხვევაში რჩები რაღაცა ეს დამოკიდებული, პირდამრჩენილი, მაჭამეთ და ეს სრულიად არაბუნებრივი მოცემულობაა, იმიტომ რომ დაფიქრდით, კი, ეხა ტრადიციულ ოჯახში ვითომ კაცმა უნდა იმუშაოს და ქალმა არა, მაგრამ ბუნებაში არ არსებობს არც ერთი სახეობა ცოცხალი არსებისა დაწყებული ერთუჯრედიანებიდან და დამთავრებული ჩვენი უახლოესი ნათესავი პრიმატებით, სადაც ზრდასრულ ინდივიდს თავის გამოყვება არ შეუძლია და ქმარს ელოდება, ან ცოლს ელოდება, ან ვიღაცას ელოდება, რომ პირში ლუკმა ჩაუდონ. აი, სრული აბსურდია. და ადამიანებმა რაღაცნაირად მოახერხეთ ამის დამახინჯება. ესეც მესმის რატომ მოხდა ამ მოცემულობის დამახინჯება, იმიტომ რომ ცხოველები უყურეთ წელიწადში ერთხელ ორსულდებიან. ну 6 თვეში, 9 თვეში, წელიწადში ერთხელ აქვთ ეგრეთ წოდებული წეჩკა. არ ვიცი ქართულად წეჩკა როგორ არის. მითხარით რა, ნახდათ არ ვიცი ეს სიტყვა და მაინტერესებდა ყოველთვის. ვინც იცით დამიწერეთ კომენტარებში, ხო? ხო და მაშინ ხდება დაორსულება მდედრისა, ხო? და მე ესე იგი ორსულსაც შეუძლია მდედრს რომ მოიძიოს თავისი საკვები და თავის გადარჩენაზე იზრუნოს და მხოლოდ მოკლე პერიოდი, როდესაც აი აჩენს ამ თავის ლეკვებს და მე ლეკვებს ახლა ჩემი ძაღლები წარმომიდგა ეგრევე და ლეკვებზე მაგიტო ლაპარაკობ და მე აი რაღაცა პირველი 2 კვირა ალბათ, აი ყველაზე ის არის რომ მართლა დახმარება ჭირდება რომ შორს ვერ წავა ამ ლეკვებიდან რომ საკვები მოიპოვოს და მორჩა აი 2 კვირა ისიც რეალურად თუ წყალი აქვს იმ 2 კვირას სუმშიერიც გაძლევს და მაინც გამოყვებავს ამ თავის შთამომავლობას. ადამიანებს აი ეს ხვანაირად გვაქვს და სანამ კონტრაცეპტივი არ არსებობდა ფაქტობრივად, ხო? ნუ ერთი რომ ნებისმიერი ცხოველისგან განსხვავებით საიდანაც წავედი, მაგრამ მგონია რომ გაინტერესებთ ხოლმე ეს ჩემი მოსაზრებები და მაგიტო გიზიარებთ. ვისაც არ გაინტერესებთ, გადით, ნუ მიყურებთ, დამბლოკეთ ხალხო. ნუ იტანჯავთ თავს იმის ყურებით, რაც არ მოგწონთ და ვისაც მოგწონვართ და გაინტერესებთ, რასაც გიზიარებთ, ვიცი რომ გაინტერესებთ, ამიტომ გიზიარებთ. ერთი სიტყვით. ცხოველები ერთი თვე და მე უკვე თავად ხდებიან იმდენად დამოუკიდებლები, რომ უკვე შეუძლიათ, ნუ პლუს მინუს, ეხა დიდი ზოოლოგი მე არა ვარ, მაგრამ ზოგადად ვამბობ, თავად შეუძლია უკვე თავის საკვების მოპოვება და მეტნაკლებად დამოუკიდებელი არსება. ადამიანის ნაშიერი ღმერთო, რა ერთი თვე, რა ერთი წელი. ალბათ რა ვიცი, ესე 5-6 წლამდე, ხო? საერთოდ აბსოლუტურად დამოკიდებულია ზრდასრულზე, მშობელზე, ძირითადად დედაზე, იმისათვის რომ ფიზიკურად გადარჩეს. ხომ ასეა. და კაი 5 და 6 წელს თავი დავანებოთ. მინიმუმ 1 წელი აი ამ ჩვილს ჭირდება დედის გამუდმებული ყურადღება. და აი წარმოიდგინეთ, კაი, ფეხბურთი ქალს შეუძლია თვითონ რომ მოიპოვოს თავისთვის საარსებო წყარო, მაგრამ მე ეს მშობიარობა პირველი 6 თვე განსაკუთრებით 6 ერთ წელიწადს თავი დავანებოთ, ავიღოთ 6 თვე, ხო? აი 6 თვე სანამ ამ ბავშვს ძუძუს აჭმევს, ის ფაქტობრივად უნაროა, ქალი ამ ბავშვზეა მიკერებული.
ამ 6 თვეში ჩავთვალოთ, რომ არ არსებობს კონტრაცეპტივები და მე-17 საუკუნეში დავბრუნდით, ხო? ამ 6 თვეში სანამ ძუძუ საჭმელს არ ორსულდება, მერე ორსულდება. და ისევ თავიდან იწყება ეს წრე. და აი ამ მოცემულობამ, აი ამ განსაკუთრებულმა მოცემულობამ შვილადობის კუთხით, ხო? ქალები გახადა დამოკიდებული მამაკაცზე, იმიტომ რომ შენ რო ამ ბავშვზე ხარ მიკერებული, ვინ უნდა გაჭამოს და გასვას, ხო? ან რაღაც ძალიან საშინელ სტრესში უნდა იყო ეს ბავშვსაკიდებული, მიდიოდე მუშაობდე, ან კაცზე ხარ დამოკიდებული. მაგრამ ღმერთო, მადლობა ღმერთს, ჩვენ არ ცხოვრობთ მე-15 საუკუნეში და მე-20-შიც კი არ ცხოვრობთ, 21-ში ვცხოვრობთ და ვინ არის ახლა ისეთი, რომ ესე ნონ-სტოპ ბავშვებს აჩენდეს და ფეხმძიმდებოდეს. ფაქტობრივად არავინ თუ ოდნავ გონი გააჩნია და ხო, ესე ნონ-სტოპ მთელი ცხოვრება. შესაბამისად, ანუ ეს ტრადიციული რომ ქალი არ მუშაობს სახლშია და კაცი მუშაობს, ეს ტრადიციული მოცემულობა იქიდან მოვიდა, რომ კაცი არის ვალდებული, რომ შეინახოს ტა-ტა-ტა, ქალი კიდე პირდამჩენილი უნდა იჯდეს. ჩამიდეთ ლუკმა პირში. არა, აღარ არის, მადლობა ღმერთს. და მე საიდანსა დავიწყე და დაუბრუნდები ახლა ისევ იმას ძირითად თხრობის ხაზს, რომ წარმოიდგინეთ, მე ამ მდგომარეობაში ვიყავი, აი ამ 22 წლამდე. არ მიმუშავია არსად, როგორი ჩამორჩენა მქონდა სოციალურ განვითარებაში და თვითდამკვიდრების კუთხით ხუაზე ხართ და უცებ აი ეს ჩემი სწორი გზა რო ავირჩი, იმიტომ რომ ნახდათ ჩემი იყო მაღაზია, შმოტკები, მოდა, მორთე, მოკაზმე ძალიან მიყვარდა ყოველთვის. ეხლაც მიყვარს, მაშინ კიდევ უფრო მეტად მიყვარდა და ძალიან მაინტერესებდა ეს სფერო და აი ქალების გალამაზება, ქალის თვითშეფასება რო აუმაღლო, თავდაჯერებულობა რო აუმაღლო, აი მაგარი იყო რა, ადამიანები ყოველთვის მიყვარდა, სილამაზე ყოველთვის მიყვარდა, მოდა მაინტერესებდა და აი ამ სწორ ხაზზე რომ მოვხვდი და სწორი არჩევანი რომ გავაკეთე, ეგრევე ცხოვრებაც აი ასე სწორად წავიდა და ის ჩავარდნები რაც იყო ჩემს ცხოვრებაში ამ განვითარების და თვითდამკვიდრების კუთხით ძალიან მალე თავისით ანაზღაურდა ასე უცებ. და წარმოიდგინეთ, ესე იგი დაამთავრე, 1 წელი ისწავლე, ეგრევე მუშაობა დაიწყე, არ დაგჭირები არაფრიზე, ეგრევე 2-3 $3,000 თვეში. ვაუ, რა მაგარი ადამიანს რომელსაც არაფერი არ უშოვია არასოდეს. და მე ეგრევე ბაღ და ამხელა ქვეყნის ამხელა არხზე გაიჩიტე. და ამხელა ქვეყნის ამხელა არხზე გაიჩიტე. აი ესეთი მოცემულობით, ესეთი ინფანტილური პირდაჩენილი გამოუცდელი მოცემულობით ყოველგვარი პატრონების, პროტექციების, ჩალიჩების, აი თავისით მოხდა. რის თქმა მინდა იცით, რომ აი ვინც წუწუნებთ, რომ ვერ შედექით, ვერ იპოვეთ თქვენი გზა, იმიტომ რომ პატრონი არ ყავთ, იმიტომ რომ ქვეყანაა ცუდი ან რაღაცა. ეხლა საქართველოშიც ნულიდან ჩამოვედი, ჩემი ცოდნის და განათლების გარდა სხვა რესურსი მე არ მქონია. და აი ამ რესურსით შევქმენი ის, რასაც დღეს ქვია აივ აკადემია, შევქმენი ჩემი სტაბილური ძალიან კარგი შემოსავალი და ეს არ არის მარტო ჩემი შემოსავალი, კიდევ თანამშრომლებისთვისაც შემოსავალი, ასე რომ თუ რაღაცა არ გამოგივიდათ ჯერჯერობით, დღესდღეობით არ გაქვთ, ხო? ეს იმიტომ რომ თქვენი გზა ვერ იპოვეთ, ეს იმიტომ რომ თქვენი პროფესია ვერ იპოვეთ, ეს იმიტომ რომ თქვენი უნიკალური ნიჭები და ტალანტები, მე რამხელს ახმაურებენ ხოლმე ეს ბალახს რო უვლიან, დაიწყო. ვერ იპოვეთ და ამიტომ ხართ ამ დღეში. განსაკუთრებით მოგმართავთ ქალებს, ვინც ხართ ადრე გათხოვილები და რაღაცნაირად, ესე მოეწყო რა. ეს არავის ბრალი არ არის, არ ვამტყუნებ არც ქალს, არც მეუღლეს, არც მშობელს, არც სახელმწიფოს და არავის, ესეთი ბედი იყო გასავლელი რა.
მაგრამ აი გაქვს ეს თვითდამკვიდრების წყურვილი, გაქვს ეს შინაგანი მოთხოვნილება, რომ კარგი მე აი სახლის საქმეებისა და ბავშვების მოვლის გარდა კიდევ რაღაც შემიძლია ამ ცხოვრებაში, კიდევ რაღაცა სიკეთე შემიძლია მოუტანო ადამიანებს და საზოგადოებას და ჩემ თავსაც, ხო? ეძიეთ ჩემო ძვირფასებო, ეძიეთ თქვენი გზა და მინიშნებას მოგცემთ როგორ ის რაც გაინტერესებთ, გემუღამებათ. შესაძლებელია თქვენი ჰობია. შესაძლებელია თავისუფლებასაც, იმის უფლებასაც კი არ აძლევთ, რომ ეს ჰობი გქონდეთ და რაღაცა გინდოდეთ. მაგრამ გაიხსენეთ ბავშვობა, ბავშვობაში რაზე ოცნებობდი, ვინ გინდოდა რომ გამოსულიყავი, რატომ გინდოდა რომ ეს გამოსულიყავი, რა გიზიდავდა ამ პროფესიაში. აი ამაზე დაფიქრდი. გაანალიზე, ხო, აი მინდოდა რომ ყოფილიყავი მოცეკვავე. მე ექიმი მინდოდა რომ ყოფილიყავი, პირველ რიგში იმიტომ რომ ჩემი მშობლები ექიმები არიან და ხო იცით ახლა მაგალითს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და იმიტომ რომ აი რაღაც ადამიანებთან მუშაობა, ადამიანი პიროვნება ყოველთვის მაინტერესებდა და უკვე ცოტა აზრიანი რო გავხდი ესე მოზარდობის პერიოდიდან ფსიქოლოგია ძალიან მაინტერესებდა. რა თქმა უნდა, მამის დიდი ზეგავლენა იყო, მამა ფსიქიატრია, გორის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი მისი შექმნილია, დაარსებულია. იყო, მაგრამ მე თვითონაც მართლა ძალიან მაინტერესებს, აგერ უკვე რამდენი წელია ამ პროფესიით ვარ დაკავებული და არასოდეს არ მომწყინდა, ხო? ხო და რის თქმა მინდა რომ ეძიეთ თქვენი გზა. აი კონკრეტულად რაღაცა მინდოდა, კოსმონავტობა მინდოდა, ვთქვათ, ხო, ან მოცეკვავება მინდოდა და ეხლა 40 წლის ასაკში ნათელია რომ ვერც კოსმონავტი ვერ გახდები და ვერც მოცეკვავე. ნუ რაღაცა კი შეგიძლია იცეკო შენთვის რაღაცა, მაგრამ ნუ ეს იქნება სამოყვარულო დონეზე. მაგრამ უყურე უფრო ღრმად მინდა რომ ჩახვიდეთ. რომ მინდოდა ეს მოცეკვავება, რატომ მინდოდა? რომ მინდოდა ეს კოსმონავტობა, რატომ მინდოდა? რომ მინდოდა ეს ექიმობა, რატომ მინდოდა? და აი როგორც ჩემ შემთხვევაში, ხო? ადამიანები მაინტერესებდა, ადამიანების დახმარება მაინტერესებდა და ამ კუთხით მოპოვებული დაფასება და აღიარება, კი, რა თქმა უნდა. ხო და მინდა რომ თქვენც იპოვოთ, გამიგე? მინდა რომ ადამიანი თავის გზას რო პოულობს და თვითდამკვიდრების იმას საშუალებას ის ადამიანი ბედნიერი ხდება 100%-ით თუ არა. მე ვთვლი რომ 50% ჩვენი ბედნიერების შეგრძნება სწორად საქმიანობაზეა დამოკიდებული. ის თუ პირველ რიგში შეგვიძლია თუ არა რომ ვიყოთ დამოუკიდებლები ფინანსურად და საკუთარი თავი შევინახოთ და მეორე ეს უკვე 25%-ია, შეიძლება 20-იც და უფრო მეტი წილი არის იმაზე, რომ თუ ამ ფულს და ამ საშუალებას შენ არა ისე რაღაცა არ გაინტერესებს, მაგრამ ფულის გულისთვის აკეთებ. არამედ აკეთებ ამას იმიტომ რომ გინდა, იმიტომ რომ გაინტერესებს, იმიტომ რომ გემუღამება. ფულის რო არ გადაგიხადონ, ამას მაინც გააკეთებ. აქეთ გადაიხდი ფულს იმაში, რომ ეს აკეთო. აი მე ესე ვარ ფსიქოლოგიის მიმართ. და ნუ ფაქტია, რომ ეს მოცემულობა და მარტო მე არ ვარ ესე, ნებისმიერი ადამიანი, რომელმაც იპოვა თავისი გზა და თავისი მოწოდება ისესია. და სულ რომ რა ვიცი რა ხდებოდეს გარშემო, აი ეს შენი საყვარელი საქმიანობა რო გაქვს, ეს ისე გეხმარება, ისეთი საყრდენია, ისეთი შვება, ისეთი ინტერესია, ისეთი აზრია ცხოვრების, რომ ვერც კი წარმოგიდგენიათ, ვისაც ჯერ არ გაქვთ ნაპოვნი და ვისაც უკვე გაქვთ ნაპოვნი, დაწერეთ რა თქვენი მოსაზრებები, ძალიან მინდა რომ გამიზიაროთ. ხო და ჩემო ძვირფასებო, განსაკუთრებით წეგან დავიწყე, აღარ დავამთავრე აზრი, ქალები 30-40 წლის ზემოთ, ვისაც
ისეთნაირად აეწყო ბედი, რომ თქვენი სოციალური გზა, სოციუმში თვითდამკვიდრება, პროფესიული თვითდამკვიდრება არ მოხდა და მე თქვენი ცით როგორ კარგად მესმის, იმიტომ რომ მეც გავლილი მას ეს გზა გავლილი მაქვს და ვიცი რამხელა აი შიგნიდან ეს ჭია რო გღრნის, რომ გინდა რომ შეძლო, გინდა რომ აი ამ კუთხით კი შეიძლება ძალიან კარგი დედა ხარ, კარგი შვილები გყავს, ღმერთმა მოგცეს, გაგიზარდოს, კარგი მეუღლე ხარ, კარგი სახლკარი გაქვს, შემოსავალი მეუღლის ხარჯზე და ღმერთს მადლობა და მას მადლობა აუცილებლად მიუძღვენით, მაგრამ იზრუნეთ ახლა თქვენს თავზეც, რომ აი ეს თქვენი თვითდამკვიდრება მოხდეს. და სწორედ აი ამ თვითდამკვიდრებისთვის ეძიეთ თქვენი გზა. ამ ძებნაში მეც გეხმარებით, ჩვენი აკადემიაც გეხმარებათ. ტრანსფორმაციული კოუჩინგის კურსი ის კურსია, რომელიც შეიძლება მართლაც თუ კი ადამიანების დახმარება ჩემსავით, შენს გიყვარს და გაინტერესებს ადამიანები, შეიძლება ეს შენს პროფესიად იქცეს, კი, ტრანსფორმაციული კოუჩინგი და კოუჩის იცოდეთ, რომ ჩვენ გვაქვს ბრიტანული აკრედიტაცია და ტრანსფორმაციული კოუჩის სერტიფიკატი მსოფლიოს 54 ქვეყანაში არის აღიარებული. და შესაძლებელია არ იყოს კოუჩინგი შენი მოწოდება და შენი მისია, მაგრამ და ფსიქოლოგიას და ეზოთერიკასაც სწავლობთ ამ კურსის ფარგლებში, მარტო კოუჩინგს არა. მაგრამ ეს არის კურსი, რომელიც გეხმარება საკუთარი თავის შეცნობაში, კომპლექსებისაგან, შეზღუდვებისაგან, ჩარჩოებისაგან განთავისუფლებაში, რომელიც გეხმარება აღმოაჩინო შენი გზა და ეხლა 29 ნაკადი სრულიად განახლებული ნაკადი არის, განახლებული კურსია, უკვე 29 ნაკადი 2017-დან დავიწყეთ მიღება და 29 ნაკადია უკვე თქვენ წარმოიდგინეთ 10 იანვარს იწყება და ეს კურსი გადავა სხვა ფერეს შევცვალე ახლებური ხედვით, ახლებური მიდგომებით, მეც ხო სულ მუდმივად ვსწავლობ, თავად ჩემი ცხოვრებით და ჩემი გამოცდილებით ვსწავლობ და პლუს რეალურად ამა თუ იმ კურსებზე ახალი მიმდინარეობები, რაც ჩნდება კოუჩინგში და ფსიქოლოგიაში, მუდმივად ვსწავლობ. და ამას მიწევს ხოლმე 2-3 წელიწადში ერთხელ კურსის განახლება და ეს სრულიად ნორმალურია და მიხარია და მსიამოვნებს. ხო და მოდით ამ განახლებულ კურსზე. ხო და მოდით გარდა იმისა, რომ ეს თვითგამორკვევა, პროფესიის შეძენა, იცით რამ ხელას სიცოცხლე ენერგია დაგემატებათ? იცით რის ხარჯზე? იმიტომ რომ ჩვენ არა უბრალოდ თეორიას ვასწავლით, არამედ ხდება ადამიანების მუშაობა საკუთარ თავზე. ანუ სტუდენტები ერთიმეორეს უტარებენ იმ ტექნიკებს, თავის თავს უტარებენ იმ ტექნიკებს, რასაც უზიარებ, უდიდეს პრაქტიკას იღებენ და უდიდეს დამუშავებას საკუთარი თავისა, უდიდესი თერაპიაა. და იცვლება ადამიანი თავისუფლდება იმ ტვირთისაგან, მათ შორის საგვარეულო ტვირთისაგან, რომელსაც თავის დაუნებურად გაუცნობიერებლად მოათრევს. თავისუფლდება შინაგანი კონფლიქტებისაგან და ამითი გამოწვეული ნევროტიზაციისგან. იცით რამდენმა კურს დამთავრებულმა მითხრა, რომ ინგა ანტიდეპრესანტებზე ვიყავი, გადავაგდე, ინგა ალკოჰოლი მიყვარდა, ან პლანი მიყვარდა, ვეწეოდი, გადავაგდე. ის კი არა და სიგარეტსაც კი თავსანებებს ზოგიერთი. ეს ყველაფერი ეს დამხმარე კავარჯნები, ადიქციები, რაც გვაქვს. ეს ყველაფერი არის ჩვენი შინაგანი ნევროტიზაციის დასაბალანსებლად გვემართება. ეს ადიქციები. და ნებისმიერი ადიქცია. ადიქცია იცით რაც არის, ხო, დამოკიდებულება. მე არ ვიტყვი და არ შეგიყვანთ შეცდომაში, ეს არ იფიქრეთ, რომ სერიოზულ ნარკოტიკულ დამოკიდებულებას უშვალეს, არა, ამას ნარკოლოგი სჭირდება ჩემო ძვირფასებო, მაგრამ აი ესეთი ლაითი ვერსიები, რაც არის დამოკიდებულებებისა, ადამიანები ამისგან თავისუფლებიან და წინ მიდიან ცხოვრებაში რა. ერთ სიტყვით ჩემო ძვირფასებო, თუ თქვენს გულში ჩემმა სიტყვებმა პოვა გამოძახილი მოგწერეთ, გაარკვიეთ ინფორმაცია, ეხლა შავი პარასკევი მოდის და ამასთან დაკავშირებით უდიდესი ფასდაკლებაა, 800 ლარით ნაკლები ღირს ეს კურსი, ვიდრე ჩვეულებრივ რეჟიმში ეღირებოდა, ეხლა 800 ლარი საქართველოს რეალობაში ძალიან კარგი ფასდაკლებაა. და ეს კურსი
8 თვიანი გახდა ახლა. იმიტომ რომ დავამატე ბოლო მოდული. ეს მოდული არის თვითპროდიუსირების მოდული. ანუ გარდა იმისა, რომ შენს თავს დაამუშავებ, ახალ მეგობრებს შეიძენ, პროფესიას შეიძენ, გასწავლი სოციქსელებში, როგორ უნდა დაიმკვიდრო თავი, როგორ გააპიარო შენი მომსახურება, როგორ გაყიდო შენი მომსახურება, როგორც კოუჩმა, როგორ მოიპოვო კლიენტები და როგორ შექმნა შემოსავლის წყარო კოუჩინგის მეშვეობით. ეს არ გქონდა, ეს სრული სიახლეა. ესე იგი თქვენ ამ 8 თვის წარმატებით დასრულების შემდეგ თქვენ იღებთ ტრანსფორმაციული კოუჩის სერტიფიკატს და ასევე კაიძენ დაგეგმარების სპეციალისტის სერტიფიკატს. ეს კაიძენ დაგეგმარება ეს არის იაპონური მეთოდიკა ცხოვრებაში პრიორიტეტების პოვნისა, დროისა და ენერგიის სწორად გადანაწილებისა და ბედნიერი საოცნება ცხოვრების შექმნისა. ძალიან მიყვარს კაიძენი და ეგეც უძვირფასესი ინსტრუმენტია. ეს ერთი სიტყვით 2 სერტიფიკატი, მათ შორის ერთი საერთაშორისო სერტიფიკატი, უდიდესი ნახტომი, უდიდესი ტრანსფორმაცია, უდიდესი განთავისუფლება, უსაინტერესოესი მეგობრები, საკუთარი თავის გაცნობა, შეცნობა და უდიდესი ფასდაკლება 800 ლარიანი, ასე რომ მოიწერეთ. და ჩემი ამბავის მოყოლასაც დავასრულებ. ვითომ უნდა დამესრულებინა ვიდეო, მაგრამ მივხვდი რომ ამბავი არ დავასრულე. ესე იგი, წარმატებით ვიმუშავე რამოდენიმე წელი, დავიწყე მუშაობა, როცა ვიყავი დათუშაზე ფეხმძიმედ და მერე უკვე დათუშა პატარა რო იყო. მუშაობდი წარმატებით და სხვათა შორის დაახლოებით ესე 5 წელიწადში მომწყინდა ეს თემა, იმიტომ რომ რაღაცა უფრო ღრმა მინდოდა, უფრო შინაგანი ტრანსფორმაცია. იმიტომ რომ ვიზუალი კარგია, რა თქმა უნდა, ხა კარგი ტანისამოსი, კარგად გაფორმებული ფიგურა, გარეგნობა, მაგრამ შინაგანი უფრო პრიორიტეტულია ჩემი აზრით. თქვენ როგორ ფიქრობთ ისე რა უფრო პრიორიტეტულია შინაგანი თუ გარეგანი შეფუთვა? არა, შეფუთვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ სათანადოდ შეფუთული არ არის ის შინაგანი უფასურდება ასევე. და ძალიან კარგად მახსოვს, აი ამ უკვე ესეთ გზაგასაყარზე ვიყავი, თანაც 2000 წელს უკვე საქართველოში ბინეს სახლი მიყიდა ჩემმა ყოფილმა მეუღლემ და უკვე საქართველოში გადმოსვლაზე იყო საუბარი, კი არა და გადმოვდიოდით. ხო და რა თქმა უნდა, იქ ამ საქმიანობას დავანებე თავი. მაგრამ თავარი აზრი მაინც ის არის, რომ მომწყინდა და რაღაცა უფრო ღრმა მინდოდა და ისე კარგად მახსოვს მამა ჩემის ბინაში სამზარეულოში ვიჯექი მოსკოვში და მომინდა რომ შემექმნა ალგორითმი. ესე იგი უყურეთ, ძალიან კარგი ფუნქციონალური პიროვნების ხასიათზე და ცხოვრების სტილზე მორგებული გარდერობის შექმნა როგორ უნდა? აი ესე ვიცოდი, ხო? ის ალგორითმი, რაც ვიღაცა მიიღებს, მეც გიღებ. ისინი თურმე for sales უღებენ და მე მეგონა მე მიღებდი. ხელსაყრად. ოკეი, ვიღადავე ცოტა. ხო და ამ გარდერობის შექმნა წესები არის, როგორ ჯერ ადამიანის ფიგურას არჩევ და გარეგნობას, როგორ დააკორექტირო, წესები არსებობს და ეუბნები. მერე მისი ცხოვრების სტილი, როგორ მუშაობს, რას აკეთებს, როგორი ტანისამოსი სჭირდება, რა სიახლეები და ცვლილებები უნდა ცხოვრებაში რომ შეიტანოს, იმას ყველაფერს არკვევ. მერე არჩევ გარდერობს, მისი არსებული გარდერობი და ამასაც თავის წესები აქვს და ტოვებ მარტო იმას, რაც მას და მის ცხოვრებას ემსახურება და საუკეთესო წარმოაჩენს, ხო? და მერე ესე იგი მიდიხარ შოპინგზე ამ ადამიანთან ერთად და რაც აკლია მის გარდერობს რომ კიდე უფრო საინტერესოდ და საკაიფოდ იყოს, იმას ყიდულობ რა. და ესეთი ერთის ხრივ ძნელი, მაგრამ საკმაოდ ნათელი ალგორითმია და მეთქი, თუ კი ეს ალგორითმი არსებობს ტანისამოსთან, იმიჯთან და გარეგნობასთან მიმართებაში. ხო შეიძლება თავად ცხოვრებასთან მიმართებაშიც არსებობდეს ასეთი ალგორითმი, რომ გაანალიზო შენი თავი,
შენი ცხოვრების სტილი, რა მოგწონს იქიდან, რა სიტოვებ, რას კორექცია უნდა და დახვეწა, რას კიდე საერთოდ მოშორება. მერე მოიშორო და დააკორექტირო ეს და თუ კი გარდერობის მოშორება და დაკორექტირება ადილია ადამიანის ცხოვრებაში გამოერკვე რა არის ზედმეტი, რა არის ხელის შემშლელი, რა არის მასზე აბსოლუტურად მოურგებელი, მაგრამ არის მის ცხოვრებაში. ეს მთელი ფსიქოლოგია ამას ემსახურება. ხო და და მე დაამატო ის რაც კიდე და მაშინ რომ დავიწყე ამის ანალიზი და მივხვდი რომ ოკეი, ის ალგორითმი კი ვიცი ტანის ამოსთან და იმიჯთან დაკავშირებით, მაგრამ ზოგადად ცხოვრებასთან, ცხოვრების სტილთან, პიროვნების გამორკვევა, პიროვნების გამოკვლევა, მის ხასიათზე, ტემპერამენტზე, ბედიღბალზე, სულის არჩევანზე მორგებული ცხოვრების შექმნა, როგორც გარდერობს ვქნით პიროვნებაზე მორგებულს, რომ ასეთი შექმნა ცხოვრება მისთვის, ცხოვრება როგორც გარდერობი, როგორც როლები, როგორც ტანის ამას რო ვიცვლით, ხო? ეხლა სპორტზე მივდივარ, სპორტული მჭირდება. ეხლა ოპერაში მივდივარ, რაღაც საღამოს აუთფიტი მინდა. ეხლა სამსახურში მივდივარ, საქმიანი აუთფიტი მინდა. ეხლა დაქალებს ხვდები რაღაცა ეგეთი, ესეთი მინდა. და ეს როგორ გააკეთო? ამას ემსახურება, ამ უდიდეს გამორკვევა, გამოკვლევა და შენზე მორგებას ემსახურება მთლიანად ფსიქოლოგია და კოუჩინგი და სხვადასხვა ეზოთერიკული მიმართულებებიც და ამით დავკავდი რა და საკმაოდ კარგად გამამდის. ხო. და მე ამ გზაგასაყარზე, ესე იგი, ადგილმდებარეობაც შევიცვალე, გადმოვედი საქართველოში. იმ პერიოდს დაემთხვა მე რომ მეუღლესაც დავშორდით ერთმანეთს მაშინდელს და 2013-ში მოვხვდი ბალიზე, ისევ იგივე ევგენია ვანახტის დამსახურებით. მისი ის იყო ტური იყო რა, ქალთა ენერგეტიკული პრაქტიკების შესასწავლი ტური. ის 3 წელი რაღაცა ესე ეგეთ მდგომარეობაში ვიყავი. 2010-დან 2013-მდე და 2013-ში ეს მოხდა და მეთქი, ოკეი, დავაი, შეუბეროთ ახლა ამ მიმართულებით. პლუს მივიღე ცოდნა გარდა ქალთა ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერის კურსისა, მან გავიარე თვითპროდიუსირების კურსი რუსული ინფობიზნესის დედასთან, იულია პრახინასთან. გავიგე სოციქსელებით როგორ უნდა შევბერო და 2014 იანვრიდან დავიწყე და ასე მგონია რომ არც არასოდეს აღარ გავჩერდები ცხოვრების ბოლომდე. ეს ჩემო ძირფასება. მომწერეთ თქვენი მოსაზრებები. ფრიად მადლობელი დაგრჩებით თუ ამ ვიდეოს გაუზიარებთ იმ ადამიანებს, ვინც ცხოვრებაში გზაგასაყარზეა, თავისი ცხოვრების მისიას და დანიშნულებას ეძებს. ან უბრალოდ ადამიანებს, რომლებიც თვითგანვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. მოიწონეთ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ ეს ჩემი არხი, თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, გაუზიარეთ მეგობრებს და მიკომენტარეთ თქვენი მოსაზრებები ძალიან მაინტერესებს და ესეთი განსაკუთრებული ღრმა აზრის კომენტარებს მე გავუკეთებ ჩემს მასაც კიდევ ვიდეო კომენტარს. ერთ სიტყვით, მადლობა რომ ჩემთან ერთად ხართ, მიყვარხართ. წინსვლა და ბედნიერება ჩვენ და განვითარება დროებით. მე ესე იგი მე ხო სალაპარაკო და სათქმელი არ მელევა. ესე იგი, ეხლა არის შავი პარასკევის კვირა, უდიდესი ფასდაკლებები, როგორც გითხარით, ტრანსფორმაციული კოუჩინგის სასწავლო კურსზე 800 ლარიანი ფასდაკლება, მაგრამ შეიძლება არ ხართ მზად ესე ამხელა პროფესიულ კურსს რომ შეეჭიდოთ და პატარ-პატარა კურსები გვაქვს სხვადასხვა თემატიკაზე. მაგალითად, როგორ ისწავლო შენი საზღვრების დაცვა და არასთქმა, მაგალითად, როგორ ქალურობის ასიდღე, ქალურობასთან დაკავშირებული, მაგალითად, იგივე ეს თვითპროდიუსირების კურსი ცალკე თუ გაინტერესებთ, ეხლა 27-ში იწყება პირველი ნაკადი და თუ 27-ში და
ყველა შეუძლია მოხვედრა, მიუხედავად იმისა, ტრანსფორმაციული გაქვს დამთავრებული თუ არა, ეს ერთხელ მე აღარ იქნება ეს შანსი. და კიდევ სხვადასხვა პატარა კურსებზე, თვითპროდიუსირების კურსი ორთვიანია, ხოლო დანარჩენი პატარა სამომხმარებლო პროგრამები ჩანაწერების სახით არის, YouTube-ის ლინკებად გაწოდებთ და თქვენ თვითონ როგორც რა რეჟიმშიც გიხერხდებათ იმ რეჟიმში ისმენთ, აკეთებთ ტექნიკებს, რომლებსაც შემოგთავაზებთ და მიდიხართ წინ აი რაღაცა კონკრეტულ სფეროში, ასე რომ ესეც იქონიეთ მხედველობაში. ერთ სიტყვით აკადემიის გვერდი გამოიწერეთ, შემოგვიერთდით, თვალყური გვადევნეთ, თქვენს მოთხოვნილებებზე და თქვენს ბიუჯეტზე მორგებულ შეთავაზებას აუცილებლად აღმოაჩენთ. აბა ეხლა მართლა დროებით.